Lietuvas ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახალი ესკალაციის მართვის კონსულტანტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო. მედიასთან კომენტარი რამდენიმე მონაწილემ გააკეთა. დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მმართველი გუნდის განცხადებით, რადიკალები ახალ მითითებებს იღებენ. ინფორმაცია მედია რასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა? როგორ? საქართველოს მომავალს. უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ, მედიისთვის დახურული რატომ არის ეს შეხვედრა? მე არა ვარ ორგანიზატორი. თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია მედია რატომ ვერ უესწრებით? გაბრიელიუს ლანსბერგისი არის ვიტაუტას ლანსბერგისის შვილიშვილი. ვიტაუტას ლანსბერგისი იყო ის ისტორიული ფიგურა, ცოცხალია და ღმერთბადი დღეს აცოცხლობს, რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი. ხელმოწარული და ამორტიზირებული პოლიტიკოსები, კონკრეტულად ეს პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს უხეშად ერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და სუვერენიტეტ დაცლილი სახელმწიფოდან სამწუხაროდ ცდილობდა სწორედ deep state-ის საქმის გაკეთებას საქართველოში სტატუსის პირობებში, დღეს უკვე უსტატუსოდ, მაშინ როდესაც თვითონ ამ ქვეყნის საზოგადოებასაც ის აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და აქ რაღაც ადგილობრივ აგენტურასთან ცდილობს გაუზიაროს რაღაც საერთო მიზნები და ამოცანები. ნათელია, რომ ამ ხაზს არანაირი პროგრესი და წარმატება საქართველოში არ გააჩნია. როდესაც მას სტატუსი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის, აქ მიტინგებზე გამოდიოდა და ჩვენ ყველანი ამის მომსწრე ვიყავით. გამოიღო ამან შედეგი, მისმა სტატუსი ამ მიტინგებზე გამოსვლა, მაგრამ ახლა დამერწმუნეთ, რომ უსტატუსოდ მისი ვოიაჟი საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებ ეფექტური იქნება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ საქმიანობას ისინი აგრძელებენ, deep state-ი, რა თქმა უნდა, ამ თავის აგენტურას და ამ თავის წარმომადგენლებს არ მოასვენებს, ვინაიდან მათ აქვს გარკვეული ვალდებულებები ამ აგენტურას და მათ ბოლომდე უნდა შეასრულონ ეს მისია. ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო მისია.